საქართველოს მოტო ფედერაცია წელიწადში ერთხელ აკეთებს ხოლმე, აი გასული წლის შეჯამებასავით პლუს დრაგი რო ჩატარდა, დაჯილდოება იქნება დღეს. არის ალაფუშეტი, არის შოურუმები არის მოწყობილი აქ ბაიკების რაღაც მაღაზიებს აქვთ ალბათ მოტანილი, ზოგი პიტსტოპის, აგერ KTM-ი ჩანს ალბათ ჰასკი მოტოპარკის იქნება სავარაუდოდ, არ ვიცი. მაგას ყველაფერს გავარკვევთ და ყველაფერს გაჩვენებთ. გამარჯვებულებსაც გაჩვენებთ, ჩვენ ბიჭებსაც გაჩვენებთ. და რაგულაობა ატყდება, მაგასაც გაჩვენებთ, მაგრამ რავი, რაღაცა სვინგს უკრავენ, შაბადობას და გულაობის რა გითხრათ. ნახოთ. ვიყიდი ხვალ ვიყიდი ბაიკსო კარავში ვიცხოვრებ რომ ჯობინე ბაიცო უი რაღაცა მანქანა მოგეწონა არა და ბაიკი კიდო და ასე გვეგონა დამოვიდა 2026 წელი შენ ისევ რაღაცა სწავლობსელი ასე შენ ჩვენთან ვერ მოხვალ ძმაო და სიბერეში იტყვი ძალიან მინდაო Black Belt შენ ბაში წლის დაჯილდოება და გამაგონით ტაში ვიღაცა ამბობდა რომ ჩვენ დრაგი არ შეგვეძლო ახლა გვიყურება და თქვენთან გვინდოდაო ჩვენცო თქვენთან გვინდოდაო ჩვენცო ბიჭო ჩემი რეპი როგორ მოგეწონათ მეგობრებო დავიწერეთ კომენტარებში Yo Tell it. ბიჭო, წამო ეხლა შენი თვალით ნახე, ძმობას გავიცებ. აი ერთი მოტო აყენია. და როგორ უხდება სპორტებთან როდგას ნახე პროსტო. ეს მოტო როგორ ზის ამ მოტოებთან? ჩვეულებრივად, რავი, ანუ გრძნობ რამე ისე სიუხეშეს რამე ისე ბრუტალურობას გრძნობ, არა, ჩვეულებრივად არის. კარგადაა. ანუ სტრიტების გვერდით. კი, სტრიტების და სპორტების გვერდით ძალიან ლამაზად დგას. ანუ გაგოსარევია, რავი. მე ვერ ვამჩნევ რამე განსაკუთრებული მასა. ჩვენივრადაა. პირველი მეორე ადგილი Black Belt-დან რა თქმა უნდა ყველაზე ძალიან ისმე სიამოვნა რომ კრუიზერების კლასი ჩაიწერა ფაქტიურად ისტორიას ჩაბარდა ეს პირველი ამ მასშტაბის ღონისძიება იყო ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ბილი ხოზეს რომელიც Black Belt-ის სული შემდგმელი არის და ფაქტიურად იმის garaში აქ ბევრი არ ვიქნებოდით რაც შეეხება დრაგს ეს იყო ძალიან საინტერესო პირველი ამ მასშტაბის და ისეთი ბაიკები იყო გამოსული მრავალფეროვანი ბაიკები რომელიც მართალი გითხრათ არ ველოდი და თან ყოველ ჯერზე იკრიბებოდა გუნდები არ ქონდა იმის პრობლემა ვაიდა ვერ შეიკრას კომპლექტი და ჩაიშალოს დრაგი იმაზეც ხო არ ნერვიულობდი რომ ამერიკულმა არ მომიგოსო ჰარლიმო კონკრეტულად რა თქმა უნდა ჰარლი საკმაოდ დიდი კონკურენტი არის ჰარლი მე უფრო იაპონურისკენ ვიხრები მაგრამ ჰარლის ძრავები მართლაც ლეგენდა არის ლეგენდა ემოციები მოყვება ჰარლის ბაიკებს და ნამდვილად დაცაფასებელი არის საჩუქრები რამე მიიღე ჯერ არა ჯერ მხოლოდ მედალი და თაბახის ფურცელი და ნახოთ რა იქნება მედია რაღაცები დაგაჯილდოებენ შენ რა სიტყვი აი უკვე გადმოვედით ჰარლიზე დამსახურებული მეორე ადგილი უნიკალური მოვლენა იყო შარშანდელი დრაგის ეტაპი სამივე ეტაპი გარდა იმისა რომ მაქსიმალურად ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ალბათ ჩვენმა კომუნალმა ძალიან ისიამოვნა ამ ყველაფრით
სიმართლე გითხრა არ მოველოდი რომ მეორე ადგილზე გავიდოდი, იმიტომ რომ შენც კარგად იცი სამივე ეტაპზე. უნდა გასულიყავი? არა, უბრალოდ სამივე ეტაპზე სხვადასხვა ბაიკით გამოვედი და ეგ რო არ გითხრათ რა. გადაღებული მაქვს მე ერთი მხოლოდ და ამის გარდა ორი იყო კიდე. რომლის გადაღებაც ვერ შევძელი და სამივე გასვლაზე სხვადასხვა ბაიკით იყო წარმოდგენილი. რანაირად მოხდა ეგ? რანაირად მოხდა და მოკლედ ის ბაიკი რომელიც დრაგისთვის მზადდებოდა ჩემი ლოურაიდერი ვერ მოვასწარი ვერც მეორე ეტაპისთვის ვერც მესამე ეტაპისთვის და აღმოჩნდა ისე რომ მეორე ეტაპზე საერთოდ სპორტსტერიც გამოვედი მესამე ეტაპზე აგერ ამ კაიკაცის ბაიკით გამოვედი და საბოლოო ჩათვლაში მე ვარ ძალიან კმაყოფილი რომ დავიკავე მეორე ადგილი რა იმიტომ რომ იმას მორგებაც უნდა მოტოციკლეს. ხო და გაიცა ჩემი მიზანია რომ პირველი ადგილი ავიღო. გაისაც შენი მიზანია რომ რო აიღებ მოტოციკლეთ ჯერ ის მოტოციკლეთი დარჩეს შენთან. კი მართალია. მოკლედ ესენი არიან პირველი მეორე ადგილოსნები მეგობრებო ჩვენი კომუნიდან რაც თავარია რითიც ძალიან ამაყები ვართ და რავი სტატუსის გარდა თუ რამეს მიიღებე კიდე დღეს აქ ვარ და ვნახოთ რა. წელს ბევრად უფრო მასშტაბურია და ბევრად კარგად არის ორგანიზებული, ბევრი ხალხია უფრო და რავი, ეთქობა მატება გვაქვს და ვიზრდებით და ვითარდებით და ბევრდებით. წარმატებები შენახს, გამოიწერეთ ლაშა სიმონ. 2025 წელი მოტოსფეროში ჩვენთვის როგორი იყო რა საქართველოსთვის? ბევრი პლუსი ქონდა მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ კრუიზერებიც ჩაერთნენ დრაგში, მე არ მიყურებია, ვერ მოახერხე, მაგრამ როგორც ვიცი და როგორც გავიგე, ძალიან საინტერესო იყო და მივესალმები რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი აქტივობა იქნება, მით უკეთესი და რაც შეეხება მგალა დაჯილდოებას, შარშან სამწუხაროდ გამოტოვე. და ეხლა ერთ სულ მაქვს დაიწყოს რომ მაინტერესებს რა და როგორ იქნება ყველაფერი და წარმატება მინდა უსურო ყველას. და ხო რა არ დამოუწყდეს ლაშას არხი გამოიწერეთ მეგობრებო გვერდში დაუდგეთ ამ ადამიანს იმიტომ რომ ძალიან კაი კონტენტი აქვს საინტერესო გადაღებები და წეღარაც ვილაპარაკეთ და ამატა ეგიდია მოკლედ ლაშასთან მაქვს ესეთ შემოთავაზება ახალი იდეა მივაწოდე და რაღაც თუ გამოწვევა ხო რა და მოდი გავაქტიურდეთ კომენტარებში და დაუწერეთო რომ ლაშა დაუკარით ხო რა ესეთ #ლაშა დაუკარი და იქნება ესეთი რაღაც წარმოიდგინეთ ეხლა ლაშა თავის მოტოციკლებზე წინ პატარა დრამი რო კონდეს და რაღაც მომენტში რო წავა ხელი გაუშვა საჭეს და დრამზე რო უკრავს რა აი ხო ძალიან საინტერესო რაღაც იქნება ეგეთი რაღაც მე მგონი საქართველოში კი რა სოფლიოში არავის გაუკეთებია და იქნება პირველი ეს ადამიანი ნახოთ აბა ედი გაჭაიშვილი მეგობრებო ქუთაისელი რა თქმა უნდა რო არ ჩამეწერა დღეს არ შეიძლებოდა სამი დისციპლინის დასწრები მაქვს სამწუხაროდ ჩემ მეგობრებმა ვერ მოახერხეს ჩამოსვლა ორი მეორე ადგილი ერთი მესამე ადგილი ქუთაისში უღება ქუთაისიდან კი ჩვენების ორი არის 1600 გზელში და ერთი არის 1000 გზელში კილო ცოტ გიორგი ჭეიშვილის არის თორნიკე შენგელიას და თორნიკა ანუ ირაკლი შენგელიას და თორნიკე სინატაშვილის სამი მოკითხო აქედან ბიჭებს მოკითხო აქედან ქუთაის გილოცავს მეოთხე რაც არის ძირითადი კიდე ცოტა ხანში საქართველოს ჩემპიონი გავხდი წრიულ ბოლაში სამოყვარულო კედაცვალე ჯიგარი ხა არა ვებრძოლო ვერსვაჯიშო ცოტა საფეხბურთო პირობებშიც გვიწევს სამწუხაროდ რადგან ქუთაისში ტრეკი არ გვაქვს მაგრამ იმედოვნი ეგეც გვექნება რაღაც საფუძვლები არის მაგის ჩაყრილი და მაგერთ ავტობანი გვაქვს კი ვარდიშავთ ერთობით ძალიან მოგწონს გვიხარია და დიდი მადლობა საქართველოს მოტო ფედერაციას ასეთი კარგი ღონისძიების ჩატარების დიდი მადლობა თქვენ ძმაურო ქუთაისიდან ესეთი მაგარი აქტივობა არის ამაყი ვარ ნამდვილად ყველას წარმატებებს უსურვებთ აი გეც მაო მე არ თქვათო შენ მარტო ჰარლებს და იმეებს იღებო სადაც ქუთაისია ყველაფერს ვიღებ მე მოგესალმებით მეგობრებო ორი წუთით მინდა რაღაცაზე ვისაუბრო ვინ ვართ ჩვენ რა პროექტები გავუკეთებია და ასე შემდეგ ბევრი მიცნობთ ბევრი არ მიცნობთ მე ვარ ბილი ბილიხოძე ფოტოგრაფი და მოტოგაერთიანება Black Bells გარაჟის დამფუძნებელი
ამ ისტორიას ძალიან ისეთი კლასიკურად განვითარდა, რამდენიმე მეგობარმა დავიწყეთ ერთად კატაობა, რაღაც მომენტში აღმოვაჩინეთ, რომ ერთნაირი მოდელები გვყავდა სულ ყველას და ეს იყო Harley Davidson-ის სპორტსტერი. გავაკეთეთ Facebook ჯგუფი, სპორტსტერ გარაჟი და გვინდოდა რომ შემოგვეკრიბა ჩვენ გარშემო ქალაქში არსებული სპორტსტერის რაიდერები. აღმოჩნდა ისე რომ საკმაოდ ბევრი მოუგროვდით, გავაკეთეთ სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ტრადიცია დავნერგეთ საახალწლო ბავშვების გახარებად, საქველმოქმედო რაიდი. უბრალოდ მე ინტერესი გაჩნდა ძალიან დიდი და ეს მარტო სპორტსტერები აღარ იყვნენ, მე უკვე იყვნენ სხვა ბრენდის, სხვა მოდელი ბაიკები, რომელსაც უნდათ ამ ჯგუფში დამატება. და ნუ ამის მერე პატარა რებრენდინგი გავაკეთეთ და ესე დაიბადა Black Belts გარაჟი, რომელიც ამ ეტაპზე არის ყველაზე მზარდი და მასშტაბური ჯგუფი, community, რომელიც აერთიანებს კლასიკურ და კრუიზერების მიმართულებას. რამდენიმე ივენთი მინდა გამოვყო, რაც გავაკეთეთ ჩვენ 2025-ში. ერთი არის მაგალითად 2024-ში გავაკეთეთ თბილისში მსვლელობა, სადაც მონაწილეობა მიიღო 250-მა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კრუიზერმა. მხოლოდ კრუიზერები იყვნენ და ქალაქში შემოვიარეთ ცენტრალური ქუჩები. 2025 ასევე გამორჩეული იყო იმით, რომ რუსთავის ავტოდრომზე დრაგის დისციპლინაში დაემატა კრუიზერების კლასი და სეზონის სამივე ეტაპი ჩავატარეთ წარმატებით. ბიჭები გამარჯვებულები აქ არიან და დაჯილდოებისას ამოვლენა გაიცნობ. ასევე 2025-ში გავაკეთეთ ექსტრემალური მედიცინის ცენტრთან ერთად პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი 16 საათიანი და წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და პორტატული აფთიაქები დაკომპლექტებული პროფესიონალურად. იმედი მაქვს, რომ არასდროს არ დაგჭირდება მაგ აფთიაქის გახსნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბიჭები მზად არიან. ვაპირებთ, რომ კიდე სხვა ნაკადებიც 2026 წელს გადავამზადოთ, რომ რაღაცა ეს რის ჯგუფში ვზივართ ყველანი და რაღაცა ეს ცოდნა გქონდეს რა. ასევე გავაკეთეთ, არ მინდა გამოვჩეს 2025-ში მოტოთამაში პოკერ რანი, სადაც 150 კილომეტრის მანძილზე 238-მა კრუიზერმა მიიღო მონაწილეობა და დამერწმუნებით ვინც იყო ძალიან კაი საგამო გამოგვივიდა. თავი რო აღარ შეგაწყინოთ, ამით დავასრულებ. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ 2026 წელი იქნება მე ესემ წამს ყოველ შემთხვევაში ძალიან პროექტ უხვი. ჩვენ დრაგზე უკვე ვართ. კი, როგორც ვიცი, წელს გაგიგებები და სხვა დისციპლინებში, ძალიან მადლობა უნდა გადაიხადოს, ჩვენ კიდევ ერთხელ აკეთებს მიყავს დრაგში წელს მოხდა თქვენი ამ დისციპლინაში ჩართვა და ძალიან პერფექციონისტურად ძალიან მობილური ხარდა. ყველაფერმა ჩაიარა იდეალურად და კიდევ ერთხელ ამ ორგანიზაციების მადლობა შეეძლო შეეძლო. კლუბს არა, გაერთიანებას. მოდო გაერთიანებას ერთად გამოვიდა ყველაფერი და ჯიმხანაზე მინდა კიდევ თქვა, რომ წელს მე მგონი იქნება პირველი წელი, სადაც კრუიზერების კლასი დაემატება და კრუიზერები შეგიძლიათ მოერზადოთ, შეგიძლიათ ყველანი კრუიზერები ვისაც ყავთ მოერზადეთ, წელს დრაგის გარდა ჯიმხანაში დაპირებენ ჩართვას და შეგიძლიათ ამოხოკოს ფერდი 20 ლიტრიანი მოტოციკლები. და ეხა პრინციპში რაზეც ვისაუბრეთ, ეს 3 წუთში ჩავატიეთ, განვლილი 2025 წელი პატარა ვიდეო გვაქვს და ვიდეო შევდოდა დავყვეთ იმით, რაც ნახეთ უქენით და გამოგვივიდა 2025 წელს. მე მგონი ზადოთ, ხო? შევხედეთ.
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბილი, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა. ხო არ მოგინდა. ჯერ არა. ბიბლიოთეკას თავადები წელი კიდევ უფრო მეტად იქნება ჩართულობითი და მეტად იქნებიან შენი კლუბის და სხვა კლუბების წარმომადგენლებიც წელს უკვე სხვადასხვა დისციპლინებში. იო, რამეს ბილი პირველ რიგში დიდი მადლობა იმ გაწეული შრომისთვის და ნამდვილად ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი გუნდი და თქვენი გუნდი, ერთი გუნდი ესე ვთქვათ, ხვალ უფრო დიდ პროექტებს რომ გავაკეთებთ და ასევე ყველა ვისაც სურვილი ექნება რომ მსგავსი ტიპის პროექტები აკეთოს, გზად ვართ ყველასთან მეტად, რაც შეიძლება მეტი მასშტაბური საერთაშორისო დონის შეკრება თუ სპორტული ღონისძიებები რომ გავაკეთოთ. 26 უკეთესი იქნება. ბილის გამოსვლა რომ ნახეთ და მე ვიდეო რო ჩაერთო, პროსტა რა გზრობა დაგეუფლათ ვითხარ. კაი ვიდეო ის. სიამაყის. მართლა. გული არა გიჩუქნათ ბაბას გავს. ამაყები ვარ. რატო ცივა ვიზე და ძალიან კარგი ივენთი იყო. მე ვიტყოდი რომ შარშანდელს აჯობა. ძალიან მიხარია კიდე სუბიექტური ვარ რომ ჩვენ მონაწილეობდით და სრულფასოვანი მონაწილეები ვიყავით ამ ყველაფრის. ჩვენი ბიჭები დადგნენ და დაჯილდოვდნენ და აიღეს პირველი, მეორე, მესამე ადგილოსნები. მე ვფიქრობ, რომ აი ესე ნელ-ნელა ერთად სადღაც მივალთ რა და ის სადღაც იქნება ძალიან კარგი. კარგი ადგილი. კარგი ადგილი. მინდა რომ 2026 წელი პრინციპში მოვიდა და დაიწყო და ყველას ისურვო წარმატებული წელი, უსაფრთხო რაიდები და ბევრი აქტივობები რა. რაც შეგვიძლია ჩვენ ჩავაჭერთ და ცოტა სხვა აღხვება და სოფელი აშენდება რა. ამინ. რაღა დაგებალოთ და ცოტა დავღალა ფოე სიტუაციამ და მე მგონი ჩვენ გავეცლებით უკვე აქაურობას. მოკლედ დღეისათვის სულას იყო მოტონიუსი მეგობრებო. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ და ყველაფერი კარგად იქნება. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.